გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა და მგონი საინტერესო ამბავში მოხდით. უყურეთ, ახლა მე ვიმყოფ ლოს-ანჯელესში. ადრეცა მაგ რა თქვა, რომ ლოს-ანჯელესი აი საცობების ხრი არის საშინელი ქალაქი და წინა იმაშიც ხო გავსოთ როგორ საცობებზე არ მილაპარაკე, მან ძალიან დიდი დრო დავკარგე და ახლა დილიდან გამოვედი, მეთქი იქნებ გამოუძვრე მეთქი. მაგრამ რა ხდება, უყურეთ თქო საცობივ შეიქმნა. არ ვიცი ახლა აქედან გამოჩნდება თუ რა წინ სულ ამ საცვა წინ ამ მანქანების კოლონების წინ პოლიციელი დგას და აი ესე მიდის და არ უშვებს ხალხს რა ამ ნაკადს. ეს არის საცობის განტვირთვის ასეთი მეთოდი რა და სამწუხაროდ მე კი დავინახე იქ, მაგრამ ახლოს თუ მივედით კარგი იქნება, მაგრამ არა დაიძრა. აქედან კი ხედავ, მაგრამ მინდა რომ თქვენც დაინახოთ, მაგრამ დავით აი ვიდეოში არ ჩანს. ესე იგი როგორ არის? ეს ახლა უყურე აგიხსნით, ეს კოლონა ხო მიდის, ასე მანქანების კოლონა და წინ დგას მანქანა პოლიცielis და აი ესე მიდის, არ უშვებს რა იმას ნაკადს. არ ვიცი ეთყობა ამით ამ დინებას აჩერებს და ამით საზღვრავენ, ან როგორ საზღვრავენ, რა საზღვრავენ, ეს უკვე ალბათ მაგათ მეიცია, მაგრამ ჩვენ ნახოთ რაც არის. ამატარეში ბოდიშით ჩვენ სრულყოფილებაზე ლაპარაკობ რა მაინც ემოციურად მაგრამ ცუდი სიტყვა შუაში გავაჩერე ბოლომდე არ მივიყვან დაიძრა მაგრამ ჩვენ აქ როგორ არის სანამ არ გავალ აქამდე ვერ ვიტყვი რა მაგრამ მაინც საერთო ფორმაში როგორ არის ესე იგი ლოს-ანჯელესში ასეთი ის უნდა შეიმუშაო რა. თუ გაქვს დილით ან შუადღეს დელივერი, აუცილებლად ნებისმიერ ვარიანტში თუ არის საშუალება, აუცილებლად უნდა მოხვიდე ღამე რა. აი ყოფილა შემთხვევა, აი ზოგჯერ ახლა იმ დღეს მოვდიოდი და ისე მეძინებოდა. აი მინდოდა რომ ღამე შემოსულიყო, აი მთელი ღამე რომ მქონდა გატალია ასე 9 საათიდან უკვე 40 მილი მომქონდა დარჩენილი 40 მილი და მეთქი დავიტოვებ და აქ გაჩერება ძნელია და დავიძინებ მეთქი და დილის 7 საათზე გავარმეთქი 40 მილის გავლას უნდა მაქსიმუმ 1 საათი აი საათ ნახევარი და 9 საათზე მქონდა რა ქვია მას აპოინტმენტი მეთქი ახლა 7 საათზე გავალ 2 საათში როგორ მივარ მეთქი 40 მაილის მეთქი და ეს 40 მაილის გავლა მომიწია 4 საათში. აი მე დამაწყდა ნერვები. 9 საათი ახლა კი დამაგვიანდა, მაგრამ ისეთ კომპანია არ იყო, რომ მაგაზე პრობლემა შემექმნებოდა, მაგრამ ნუ ძნელია იცით, აი მიდიხარ და ესე იგი წარმოედგინეთ 10 მაილს უწევ, 1 საათში მიწევდა 10 მაილის გავლა. საშინელება იყო, მაგრამ მაინც შეცდომა დაუშვი, ესე იგი მე ღამე რომ მეძინებოდა და მაკამ არ იმედა ჯობდა მისულიყავი რამდენად იმ საწყობში და მე უფრო სწრაფად გადმოწყვეტავდი და ასე შემდეგ. მე უყურეთ რომ საერთოდ ახლა მე რას ლაპარაკობ, აი ძოლებისთვის ლაპარაკობ, ესე იგი ღამე უნდა შეხვიდე და ახლა დატვირთე ეს გადმოწყვეტაზე. თუ დაიტვირთე სიტყვაზე 3 საათზე, 4 საათზე ჯობია გაჩერდე იმ საწყობთან და ისევ ღამე გამოხვიდე ლოს-ანჯელესიდან. თორე თუ გამოხვიდე 4 საათზე, 5 საათზე ჩათორეთ რომ ისევ იგივე ისტორია მოხდება 10-15 მაილის გავლას მოგიწევს 4-5 საათი. ამიტომ ჯობია გაჩერდე იმ საწყობში გამოიძინო და ისევ ღამე დაიძრა. ეს არის უფრო მაგარი ეფექტური ამ ამბავში. აი ნახეთ ახლა მე ფაქტობრივად გამიმართლა ახლა უკვე მივდივარ ლოს-ანჯელესიდან გავდივარ ახლა არის რაღაც 9 საათი მაგრამ იქიდან შემომავლები ნახეთ რა ამბავია იქით
ეს არის საცობი, როგორც ახლა გუში რო თქვი, გუში რო დამიმართო 40 მაილის გავლას მოუწევენ ძალიან დიდი ხანი მოუწევს ეს ამანძილის გავლას. ეხლა ხო თავისუფლად გავდივარ, უმე საათია ეხლა ხო, 9 საათია დილის ჯერ, მაგრამ აი 3 საათში ან 4 საათში აქიდან გამოვალი ხალხი ის იქნება საცობები და იქიდანაც და ნუ არ ვიცი ძალიან ისეთი დისკომფორტული მომენტია რა. ნუ გინდა თუ არ გინდა ეხლა ჩვენ რაც უნდა ვიფუძღუნოთ რომ ლოს-ანჯელესი ასეთია ისეთია, ყოველთვის რაღაცა გამოსავალი უნდა ვნახოთ და ერთ-ერთი გამოსავალი ის არის რომ თუ შემოხვალ ლოს-ანჯელესში ღამე უნდა შემოხვიდე და თუ გახვარ დილით უნდა გახვიდე. ეხლა ფაქტიურად იგივეა ნიუ-იორკში. ეხლა ჩვენ უბრალოდ ნიუ-იორკში არ გვიწევს მუშაობა, უბრალოდ ნიუ-იორკში მარტო იმიტომ კი რომ საცობებიც არის, ნუ საშინელება იქაც. ადრე 10-15 წლის წინ ჩემი კომპანია ნიუ-იორკში იყო და იქ მიწევდა ხოლმე მუშაობა და მაგჩი სხვანაირად მუშაობდი კვირაში 2 დღე მაინც ნიუ-იორკში ვიყავდი, ის კარგი იყო და ამას ვიტმენდი, მაგრამ ეხლა ამჟამად და მიკვირდა ხოლმე აი ბრძოლები, ვინც აქეთკენ ამერიკისკენ მუშაობდნენ, ნიუ-იორკისკენ არ მოდიან ხოლმე რა ბოლოთვის. და მეთქი რატო არ მოდიან ადრე რა 10 წლის წინდან ფიქრებს გეუბნები და ეხლა გავიდა დრო და მე რო დავიწყო აქეთკენ სიარული აი მომყალი და ცოცხალი თავი ნიუ-იორკში არ მივიდო. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ძალიან მაგარ ფულს იხდიან, მაგრამ ნუ მაინც ხახაზე დამოკიდებული ხარ რა, ნუ თუ აკაც გადაგიხადე შეიძლება გარისკო კიდევაც ნიუ-იორკში შესვლა, მაგრამ ზოგადად მაინც დაილერებს გორები ერიდებიან ნიუ-იორკში სიაროს. აი ახლა ლოს-ანჯელესიც ალბათ აი ესე მოხდება, მაგრამ ლოს-ანჯელეს ვერ მოშორდები, იმიტომ რომ ეს უდიდესი პორტია ახლა და ადრეცა მაგ ნათქვამი რომ მთელი საქონელი რაც ამერიკაში შემოწე ჩინეთიდან, აზიიდან მთელი ტვირთები ლოს-ანჯელესის გავლით შედის ამერიკაში და ახლა ასე ეხლა შეიძლება ნიუ-იორკში არ შეხვიდეთ, თქვა რომ სხვაგან გამაგზავნე, იქით გამაგზავნე, მაგრამ აქეთკენ ხო კალიფორნიისკენ რომ მოდიხარ ლოს-ანჯელეს ვერაცდები რა. ეხლა ნიუ-იორკის საცობები შეიძლება კიდევ ახსნა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეხლა მანჰეტენი კუნძულია, ლონგ-აილენდი კუნძულია და ეხლა მაინც შეზღუდულია კუნძულზე სიარული და გასაგებია, მაგრამ აქ მაინც ეხლა სივრცეებია დიდი და გზებიც როგორი 1 2 3 4 5 კუნძულიანი გზებია, მაგრამ მაინც საცობები იქნება ხოლმე. სტატისტიკას გადავხედე, რომელი ქალაქია ყველაზე ესეთი საცობიანი რო თქვა და გამოდი და ჩინეთიც ხო როგორი დიდი ის არის, მაგრამ ჩინეთი ისეთი არ არის, რაღაცა ფართოდ არის, მაგრამ ეს ლოს-ანჯელესი გონი რომ ვიცი საცობების რო ყველაზე პრობლემატურ ქალაქად იქნება მსოფლიოში. თუმცა მე მაგალითად ახლა კაიროში ვარ ნამყოფი, კაიროში, თეირანში, იმაში ბუმბეი, იქ ახლა ველოსიპედები და იმები დადიან, იქ ამხელა მანძილები არ არის, მაგრამ იქ ახლა გასაგებია ეს მთელი ხალხია, მაგრამ აქ უბრალოდ მასშტაბებია ძალიან დიდი, გზები როგორი ფართოებია, თითქოს ყველა პირობებია, მაგრამ მაინც საცობები მაინც იქნება. ზოგჯერ მithქვას ხოლმე, როგორ ცხოვრობს ხალხი ახლა, მომერტყელი არის ამ საცობებში. კი, კლიმატი კარგია, ბუნება კარგია, მაგრამ მე პირადად მე რო ვიტყვიან ხელში მაგამოსული ეს ლოს-ანჯელესი, მაგრამ რა სიზა. თუმცა მუშაობა უნდა მოითხოვნა, მაგრამ აზრო გადის უფრო რთულდება ეს. მაგრამ თბილისისგან განსხვავებით, მაინც ახლა თბილისი უფრო რთულდება, ესე ძალიან სერიოზული თემა, იმიტომ თბილისი შეიძლება გრძელი ქალაქია, სიგრძეშია გაწოლილი ეს ავლაბიდა რომ მიხვება და ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე რომელი საცობი გიჩევნია თბილისის თუ
ლოს-ანჯელესის აი პირდაპირ გეტყვით რა, აი არ მოგატყუებთ, აი თბილისი ძალიან გამაღიზიანებელია, განსაკუთრებით აი სამფურთალოზე და იქით რომ მიდიხარ, ჯობია ფეხით გადახდე და წახვიდე, მაგრამ ჩვენი ხალხი მაგარი მომთმენია, ხა მე კი მიკვის ხოლმე, მე აქ როგორ ცხოვრობს ხალხი, რითმენენ ამ საცობებში სიარულს მეთქი, მაგრამ აი რა ფაქტი აიღე ჩვენი ამბავი, ხო დაინდა რომ მოდიხარ, ან უბრალოდ დიოღომიდა რომ მოდიხარ დილით ქალაქში, საშინელებაა. მოდი გაის რომ მაინც მასშტაბები რო პატარა, მაინც კიდევ მოთმენადია. უბრალოდ ახლა ამერიკაში უბრალოდ ეს დიდი მასშტაბები და იქიდან გამომდინარე. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემთვის მაგალითად თბილისი უფრო მტკივნეულია, თბილისში მიმდინარე საცობები. ეხლა ჩვენ შეჩოვლები ვარ ვაკე, საფრთხო დიდი ღომი, მაგრამ მე ისეთი ადგილები ნახე, ეხლა ბოლო ჩამოსვლაზე კიდე ამ გადავირიე. ის პოინტი რო არის და რო აუხების ემოთ მარკეტინის მაღლაზე, მე კორპუსები ნახე და საცობები ნახე, გადავირიე, მეთქი აქ რა მოიყვანა საცობები მეთქი, მაგრამ დიდი კორპუსები შენდება, იმდენი შენდება და საშინელება, იმიტომ რომ ადრე ჩემ ბავშვობაში რომ მახსოვს იქ ტურები და გლები დარბოდნენ, ეხლა ფაქტობრივად განსხვავება არც არის, რა საბურთალოზე და რა ვაკეში და რა ის მარკეტინის ზემო და დასახლება მარკეტინის მეურნეობისგან ერთი და იგივეა და ძალიან გამიკვირდა და გაკვირვებასთან ერთად ძალიან გულიც დამწყდა, რომ მე თბილისი ხო ეს εκεί ხარო და მანქანისია რომ ტიპი გამიცია და იქ წახვიდოდი მეგობართან წახვიდოდი, იქ წახვიდოდი, აქ წახვიდოდი, ეს იკარგება. ეხლა რატო ვადარებ ეხლა თბილისი, რატო უწყვება თბილისის საცობების და აკაუნტ საცობებზე იზიარდები რომ აკაუნტ საცობები იცი რომ შენ აქ მუშაობ და რაღაც გარკვეულ პერიოდში დატოვებ ამ ადგილს და წახვალ მაგრამ თბილისში ასეთ ხია ცხოვრება რომ იცხოვრო ხო? იქ ცხოვრობ ხო? ეხლა თბილისში რო ცხოვრობ და ქალაქში რო ცხოვრობ, იმიტომ ცხოვრობ რომ ისიამოვნო ხო? რომ ცხოვრობ აი სიამოვნე, მაგრამ იმ საცობების გადამყიდე და ისა ეს მოწხოვრება არ არის მoni რაღაცა დიდი აპარატის სისტემები და ჩვენ რომ ამოთხოვე ამერიკა დიდი ქარხანა თბილისის ნაკლები უკვე აღარ გამოდის. ამას ძალიან დიდი გულის ტკივილით ვამბობ და ძალიან დიდი სევდით. მაგრამ იმედია რაღაცნაირად ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა და მმართველები ამ პრობლემას გადაჭრიან. მე ადრესა მაქვს ნათქვამი როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. არაფერი მთელი საწარმოები და სამეურნეო ფაქტობრივად ადამიანები ჩამოვიდნენ თბილისში და იქ ცხოვრობენ, იმიტომ რომ მთელი სამუშაო მანდ არის. მე ავდგებოდი საგადასახადო პოლიტიკა შევცვლიდი. ვიტყოდი, აი ძმაო, შენ გაქვს რაღაცა თქვა შპალერის საამქრო, ან რაღაცა პლასმასების საამქრო და შენ რა ქვია ეს მთავრობას უხდი, რამდენია 12 პლუს დღეს ახაც 35% უხდი მთავრობას. მახშენი სად მიძრება? გადი იქ. ხო და ესპანელები რო არიან, აი ეს რაღაცებს აკეთებენ და ხო და რას ვამბობდი? ვეტყოდი, აი მე რო ვიყო მთავრობა, აზმაო შენ ხო იხდი 35%, მე ხო მიხდი მთავრობას ხო ვხდი? გადაიხადე 20%, 15%, ოღონდ გადადი თბილისიდან სხვაგან რაიონში წადი. აი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდოდა ხელმძღვანელის გულისხმობ და გადაიტანდა ამ საწარმოებს რაიონებში და უკვე ის რაიონში მაცხოვრებელი ხალხიც უკვე აღარ წამოვიდოდა თბილისში და სამსახური იქ იქნებოდა. რა ვიცი, აი მე ეს მიმაჩნია ერთ-ერთი გამოსავალი და არა ჯარიმები და ასე შემდეგ. აი ბავშვობაში მახსოვს ორხევი, ვაიმე იქ არა კაციშვილი არ დადიოდა. ზოგჯერ თბილისი რო ვიტყოდი ხომ ორხევში ვიდიოდა და თბილისი ეს ვეკითხებოდი, არ იცოდნენ ორხევი სად იყო. ეხლა წახვად ორხევში და იმდენი საწარმო და იმდენი ფაბრიკები და რაღაც პატარ-პატარა კომერციული პარტიებია რომ უშახელი რომ ედეს იქაც საცობი იქნება ხოლმე. აი ვინც ახლა იქ მუშაობს, ალბათ დამეთანხმება. ავდგებოდი და გადავიტანდი ამათ ყველას, კახეთისკენ გადავიტანდი, ვეტყოდი, აი 30% წადი ცოტა იქ საგარეჯოსკენ, ან იქითკენ. სოფლები დაცარიელებულია, ხო?
ამას უნდა ეკონომიური მეცნიერული სტრატეგია. და იმედია, რომ მე წეგანავს ვირო ეს ეკონომიური და სამთავრობო აზროვნება შეიცვლება და ამას მიხედავენ. თუ მეჯღანუაშვილების ხელში არ ჩავარდა ეს მთავრობა და მიმართულება. ეხლა ზოგს ვიტყვი ხარ მეჯღანუაშვილები რა არის ხა მეჯღანუაშვილობა არის მარტო ფულზე რო ფიქრობ და მომავალზე არ ფიქრობ და ზოგჯერ როგორ აი ხაი ფულის კეთებელი ცუდი ადამიანია რატო ფული გააკეთე ოღონდ ფულს უნდა კონდეს რაღაცა შედეგი და მომავალზე უნდა იფიქრო და ის ადამიანი რომელიც გადაიტა საწარმოს თბილისის იქით რაიონებში და სოფლებში რამდენ ადამიანს დაიმადლიერებს შენს ფულს გააკეთებ და ხალხს დაასაქმებ და იქნები კარგად, მაგრამ ამას უნდა ალბათ მენტალიტეტის შეცვლა და შინაგანი ბუნება, რომ შენ რაღაც ასაც აკეთებ, მარტო ფულის კეთების გულიც არ აკეთებ, შენ აკეთებ შენი მომავალი ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის. ეხლა შეიძლება ვიღაცა ჩვენ დამიპირისპირდეს და მითხრა, არა მასე არ არის, იმას ანგარიში უნდა, ხო, ყველაფერს უნდა ანგარიში, ყველაფერს უნდა მეცნიერულად მიგდო. არა არის იცით, საქართველოს არ არის დიდი ქვეყანა, რო იყოს აი ხა რუსეთი და ბრაზილია, იქ სხვა პრობლემებია, დიდია და რაღაცა და ჩვენ პატარა ვარ და იმ გემრიელად რაღაცეებს უნდა დავждეთ და მიანგარიშოთ რაღაც მოყვება. და მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს რა. სოფლიოში ხა ბელგიის ბელგია პატარა ქვეყანაა, ჰოლანდიაში ხა ამსტერდამში და იმებში წარმოებდე და ის არ არის. გამორიცხულია, გადატანილია სხვაგან. თითქმის ამსტერდამი არის მარტო აი ტურისტებისთვის და იმისთვის, რომ საწარმოებით ეს არის ძალიან შორს. ბელგიაშიც მასია, შვეიცარია, რა ვიცი, აი პატარა ქვეყნებს რომ ვიხსენებ, ხა უცბად ვერ გავიხსენებ, მაგრამ თავარი აქ არის სული და ნება. და მწარმოებელი და ბიზნესმენი თუ ვინც რაღაცას ფიქრობს, არ მარტო შოვნაზე არ იყოს, მაგრამ მარტო მწარმოებელიც არ არის, აი მთავრობა, ანუ სახელმწიფოს ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ мотивация მიეცეს. და იმიტომაც თქვი ერთ-ერთი აი გადასახადი მოსთხოვე. ან ყველაზე მაგარია ჩეხოსლოვაკიამ რო გააკეთე თავიდან, ხო? გადაიტანე ეს შენი საწარმო და გადასახადს არ მოთხოვ, მაგრამ მაგაზე ვინ დათანხმდება? ნუ, ასია თუ ისეა, მე ხა ეს განვიხილე ეს ამბები, მაგრამ თავარია ეს მენტალიტეტი და ეს აზროვნება, რომ შენ იმაზე კი არ უნდა ფიქრობ, რომ აი იმან რო თქვა კენედი, შენ იმას კი არ უნდა ფიქრობ, რომ შენ ქვეყანა მე რა უნდა მომცე, შენ იმას უნდა ფიქრობ, რომ მე რა უნდა მივცე ქვეყანას და აი ეს აზროვნება რო ჩაიბეჭდება ჩვენ გონებაში და აზროვნებაში, ნუ გულში, თავში, აი მე რო იქნება შედეგი. კი, შეიძლება შედეგი სწრაფად არ იყოს, მაგრამ მაგაც ახლა მოწმენის ამბავი თქვიდა და ნუ ერთ სიტყვით განათლება ეკონომიური და რა თავარია სურვილის ძალიან დიდი ძალა რა გინდა რომ შენი საქმიანობა გავცეთეს მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში ვაკეს უნარები უცბად კარგ რაღაცი ვითვისებთ ეს ქართული საზოგადოება ის ჩვენი საზოგადოება ეს ჯერ შეხედა ახალგაზრდები უცბად ითვისებენ უბრალოდ ვიღაცა სათავეში ზის რომელიც გასაქანს არ გაძლევს და ეს გასაქანი რომ მიაცემინო უნდა იყოს ძალიან ბევრი საუბრები ანალიზები გათვლა გამოთვლა ნუ ავთვალოთ რომ ჩვენი არხიც აი ეს პატარა წვრილი აქვს ამ მომავალზე ზრუნვის ფიქრებში ავიც ჩვენ როგორ ვამბობთ წყნარად, შვიდად, ანალიტიკურად ვიფიქროთ და ფიქრებში სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გადაწყვეტილება ავამოქმედოთ. აი ეგ არის რა, ძალიან მარტივი ფორმულა, მაგრამ ალბათ ამასაც ჭირდება დრო, ამასაც ჭირდება გარკვეული პერიოდი. მე
მე რა კარგია ის შედეგზე რომ გახვალ და დაფიქრდები, ვა, ჩემ ცხოვრებას აზრი ქონდა. ეხლა ნახეთ, ეხლა როგორ სიტუაცია. ფული იშოვა, იყიდა ის მანქანა, სახლი, всё. გავა რაღაც გარკვეულ წლები 40-50-ზე ყდები და всё. რა იყო შენი ცხოვრება? არაფერი. ფულის კეთება და მეტი არაფერი და ხო კარგად ვატარებ, მაგრამ მეორე მხრივ რა კარგია, როცა ფულსაც აკეთებ, საქმესაც აკეთებ, შენ მომავალ თაობასაც ბედნიერს ხდი და მომავალი თაობა ამაყურ შენი გაკეთებული საქმეს. როგორია? მაგარია და ამ დროს რაჯობია, კაი ცხოვრება კარგია, ბედნიერია და სულ რაღაცაზე ხარ მიჯაჭვული და მე ცუდი მხრიდან ვიყავ ფული და იმ ფულითაც რო ვერ ხარობ რა. მარე ფული გააკეთე და მე გავცელე და რამდენი ახლა ადამიანი ფულის მეტი რა აქვს და მაინც ან სკოლა გახსენი, ან საწარმო გახსენი, ან ახალგაზრდობას დაეხმე, არა ფული, რაც მეტი ფული კიდევს იმ ბანკში და იმით ხარობს რა და ერთი დღეს და გადატრიალდები და ის ფული ვის დარჩება, ვიღაცას, ან საქართველოს, ან ვიღაცას დარჩება, ან ვიღაცას და всё. გაგეკეთებინა იმ ფულით, კარგი საქმეები, სწორი საქმეები გაგეკეთებინა. საიდან სად არ გადავედი, არა მეგობრებო, ასია. უბრალოდ ასვამობ, იცი, ყოველი ჩვენი საქციელი, ყოველი ჩვენი მოქმედება იმაზე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ აი შედეგი მოყვებოდეს და არა აქვს მნიშვნელობა, მძღოლი ხარ, ექიმი ხარ, მასალებელი ხარ თუ ბიზნესმენი ხარ თუ რა პროფესიის და არ უნდა იყოს დაკავებული. რა თქმა უნდა, შენ იმიტომ შრომობ, რომ შენი ოჯახი გამოყვება, მე ყველაზე მარტივი იმას ვიყავ, გამოყვება შენი ოჯახი, შენი ისა და მაგრამ იმასაც თუ დაამატებ შენი მოქმედება, შენი საქციელი, შენ მომავალ თაობას საამაყოდ და სამაგალითო იქნება, რაჯობია მაგას. და გამახსენდება ამ ჩვენ ვიდეოს ბოლოს გამახსენდა ისე ბოდერჯი ჩოხელი როგორ ამბობს რომ ეკითხება ის რა არის პაპა ბედნიერებაო და პაპა როგორ პასუხობს ბედნიერება არის როცა მოგონებას დატოვებ. გახსოვთ ეს აგარი აი სიტყვას არის კი ჩვენ გვინდა არ გვინდა ამ ჩვენ ტირეს ამ ჩვენ ცხოვრებას გავივლით. მაგრამ ისმის კითხვა როგორ გაივლი როგორ მოგონებას დატოვებ. როდესაც დატოვებ შენ განატოვებას და დანატოვრით ადამიანები ისარგებლები და იამაყებენ ეს ხო მოგონება კარგი მოგონება ტკბილი მოგონება და ცხოვრება გრძელდება ჩვენ როგორ სული კი გრძელდება ჩვენ გარდავიცვლებით ხოლმე წავა სხვა სამყაროში მაგრამ შენ რო დატოვებ აქ აი მოგონებას შენი სულიც აქ უკვე დედამიწაზე ცხოვრობს და ბედნიერი ხარ ბედნიერი ამ დროს მეორე რომელიც ფული გადატრიალდება მოგდება და ამის ძაღლი წაფოლია ხუცი რომ გადააფოლება კარგით მეგობრებო არ მინდა ასეთი მინდავან თორემ მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს საიდან სად დავიწყე მაგრამ მე ხო ჩემ ფიქრებს გიზიარეთ ჩემ აზრებს გიზიარეთ და ისე ვიცხოვროთ რომ ჩვენი ყოველი საქციელი მოქმედება კარგ დანატოვარს ტოვებდეს და კარგ დანატოვარს რომელიც კარგ მოგონებაში დარჩება იმ მომავალ თაობას და შთამომავლობას. აი ამაშობაში გზაც გაიხსნა ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა დილით რომ გამოვედით და ავედით გავაგზავნეთ მივიდივართ იუტაში ჩვენ ისე ვისე და იმ ფორმაში ვართ თუ რაღაცა საინტერესო და შემეცნებითი შეხვდა აუცილებლად ამას დავაფიქსირებ. მე კიდე დაგემშვიდობებით შეხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.